სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა რუსეთისა და ბელარუსის სამხედრო სწავლება სახელწოდებით დასავლეთი 2025. ამან კი საკმაოდ დიდი შეშფოთება გამოიწვია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბოლო დროს უფრო გახშირდა რუსული დრონების მიერ რეგიონის ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევა. ამ თემასთან დაკავშირებით ევროკავშირმაც გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ დასავლეთი 2025 არაჩვენებს რუსეთის სწრაფვას მშვიდობისკენ. სწორედ ამ თემაზე მუშაობდა ევრონიუს ჯორჯიას სამხედრო მიმომხილველი გიორგი თუხარელი და სწორედ ის შემოგვიერთება პირდაპირ ეთერში. გიორგი, თავდაპირველად ვისაუბროთ იმაზე, თუ რით იყო გამორჩეული წრემანდელი სამხედრო სწავლება და სად ტარდებოდა კონკრეტულად. ეს სწავლება მართლაც გამორჩეული იყო წინა წლებისგან განსხვავებით, რაც ჩატარდა და ეს სწავლება იყო ერთგვარად ციკლური ხასიათით, ციკლის ფორმას ატარებდა, ყოველწლიურად ტარდებოდა და გამოირჩეოდა მართლაც ეს სწავლება წინა სწავლებებისგან, რაც აისახებოდა თუნდაც ავიღოთ იმ ადგილმდებარეობების სიმრავლეზე, სადაც ჩატარდა წელს აღნიშნული სწავლება. თავარი მიმართულება და მთავარი ადგილები კვლავ რჩებოდა რუსეთის ტერიტორია თავისთავად, ბელარუსი და კალინინგრადი. ეს მიმართულებები შენარჩუნდა, თუმცა ძირითადი დატვირთვა მოდიოდა ბელარუსზე და ბელარუსში მაგალითად ბორისოვის მთავარი პოლიგონი, სადაც იმართებოდა ამ სწავლების ძირითადი მიმართულება. სწორედ ბელარუსიდან შეფრინდა, თქვენ აღნიშნეთ სწორედ ბელარუსიდან შეფრინდა ის უპილოტო საფრენი აპარატები პოლონეთში, რამაც ასე ვთქვათ, შეცვალა მდგომარეობა ნატოს და ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან და 2025 წელს უშევადარეთ, მაგალითად 2025 წელს განსხვავდებოდა სწავლება 2021 წლისგან იმით, რომ უფრო შემცირებული იყო, ვთქვათ, მიმართულებები, სადაც ჩატარდა ეს სწავლება. მაგალითად 2021 წელს ძირითადი დატვირთვა, რა თქმა უნდა, იყო კვლავ ბელარუსი და კალინინგრადი, თუმცა რუსეთის დაახლოებით 7 ოლქში ჩატარდა ასევე სამხედრო სწავლება და ეს ყველაფერი მასშტაბები ზოგიერთ ექსპერტულ წრეში უკავშირდებოდა რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს 2021 წელს ჯერ არ იყო უკრაინაში შეჭრილი რუსეთის არმია. ასევე ისიც საინტერესოა, როგორ აისახა ეს სხვაობა ამ შემთხვევაში სამხედრო კომპონენტზე, წვრთნებში მონაწილე ჯარისკაცებისა და ტექნიკის რაოდენობაზე. რა თქმა უნდა, ესეც ამ კომპონენტზეც აისახა. არის ორი ტიპის ინფორმაცია გავრცელდა. თუ რამდენი სამხედრო იყო ჩართული დასავლეთი 2025-ში. მაგალითად, ოფიციალური რუსული და ბელარუსული წყაროების მიხედვით ეს იყო 13,000 სამხედრო მოსამსახურე, თუმცა დასავლურ მედიაში და დასავლურ კვლევით და დაწესებულებებში გავრცელებული ინფორმაციით იყო დაახლოებით 30,000 სამხედრო მოსამსახურე. რაც შეეხება ტექნიკას, ტრადიციულად რაც წინა წლებში იყო გამოყენებული ის ტექნიკა მონაწილეობდა, იყო ავიაცია, ჯავშანსატაკო ერთები, საზღვაო საშუალებები, თუმცა აქ კიდევ ერთი აქცენტი გაკეთდა სტრატეგიულ სარაკეტო საშუალებებზე და რომელთაც ბირთვული ქობინის ტარება შეუძლია. განსხვავებით 2025 წლისგან 2021 წელს დაახლოებით 7-ჯერ მეტი სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული, 200,000 სამხედრო იყო ჩართული ამ სწავლებაში, თუმცა სამხედრო კომპონენტი იყო მეტად შემცირებული 2025 წელს. აქცენტი გაკეთდა დრონების გამოყენებაზე და ასევე სწორედ ბალისტიკური და ჰიპერგერითი რაკეტების გამოყენებაზე, რამაც ასე ვთქვათ, კიდევ ერთი შეშფოთების საგანი იყო დასავლეთის მხრიდან და სწორედ ამას უკავშირდება, თუნდაც ახლა ამ წუთებში პოლონეთში მიმდინარე სამხედრო სწავლება. ამ საკითხებზე ჩვენ ვესაუბრეთ საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრის მთავარ სამხედრო მიმომხილველს ვაშინგტონში და მოდით მოусმინოთ ამ ინტერვიუს. აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ საუბარს განვაგრძობთ სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის უფროს მრჩეველთან თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში მარკ კენსიენთან. Hello Mr. Kensian. Thank you for your time. გამარჯობა ბატონო კენსიენ. მადლობას გიხდით რომ გამონახეთ დრო ჩვენთან სასაუბროთ. საუბარი დავიწყოთ სწავლება დასავლეთი 2025-ზე. Our political messages is რა სტრატეგიული ან პოლიტიკური გზავნილია ეს მანევრები ნატოსა და ევროკავშირისთვის კრემლიდან. Through this exercise. There are two messages that are competing with each other. Typically, Zapad
აქ ორი მნიშვნელოვანი გზავნილია. ტრადიციულად სწავლება დასავლეთის სერიის სამხედრო წვრთნები მიმართული იყო ნატოს წინააღმდეგ. ეს რუსეთის მხრიდან ნატოს თავდასხმის მოგერიების სიმულაციაა. ეს წვრთნებიც სწორედ ამ ხაზის გაგრძელებაა. მეორე მხრივ ბელარუსი ცდილობს ნატოსთან და ევროპასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. ამ მიზნით შეამცირა წვრთნების მასშტაბი, რათა ნაკლებად შემაშფოთებელი ყოფილიყო. და რა შეიძლება ითქვას დასავლეთის რეაქციაზე? რამდენად ეფექტიანი იყო ნატოს პასუხი დასავლეთი 2025-ზე? Well, NATO has reacted defensively. They have increased ნატოს რეაქცია ძირითადად თავდაცვითი ხასიათის იყო. მათ გააძლიერეს სადაზვერო ღონისძიებები. They've increased some ასევე აამაღლეს საბრძოლო მზადყოფნის დონე, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომლებიც ყველაზე დაუცველნი არიან. მაგრამ ბელარუსის გზავნილი აშკარად ის არის, რომ საფრთხე გადაჭარბებულად არ უნდა აღიქმებოდეს. საინტერესოა ისიც, რომ წვრთნებს საერთაშორისო დამკვირვებლები ესწრებოდნენ. 1990-იან და 2000-იან წლებში ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო ევროპაში შეიარაღების კონტროლის შეთანხმებების ფარგლებში. თუმცა ეს შეთანხმებები დღეს აღარ მოქმედებს. მიუხედავად ამისა, დამკვირვებლების ყოფნა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვა ქვეყნებიდან ნიშნავს, რომ ეს წვრთნები ვერ იქნება გამოყენებული თავდასხმის შესანიღბად. would not be used as a cover for an invasion. During this exercise we saw some hypersonic weapons. მაგრამ ამ წვრთნების დროს რუსეთმა გამოიყენა ჰიპერბგერითი იარაღი, რომელსაც ბირთვული ხობინების ტარებად შეუძლია. Capable for nuclear რას ნიშნავს ეს ნატოსა და დასავლეთისთვის? mean for NATO and for western countries. Russia likes to use exercises like this to showcase its new capabilities. რუსეთს უყვარს მსგავსი ტიპის წვრთნების თავისი ახალი შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში იგულისხმება ჰიპერბგერითი იარაღი, რომელიც განსაკუთრებით საშიშია, რადგან მისი განეიტრალება რთულია. რუსეთი ხშირად ამაყობს თავისი ბირთვული შესაძლებლობებითაც. ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რომლის გამოც კრემლი თავს დიდ ძალად მიიჩნევს. სწორედ ამიტომ ისინი ბირთვულ შესაძლებლობებს ხშირად წარმოაჩენენ სახმელეთო წვრთნების დროს. ასე რომ ამით რუსეთი ახსენებს, რომ მას აქვს ეს უძლიერესი იარაღი. So let's talk about the drone incidents in Eastern Europe. გავაგრძელოთ აღმოსავლეთ ევროპაში დრონების ინციდენტებზე საუბარი. And Romania especially have raised concerns. რუსული დრონების გამოჩენამ პოლონეთსა და რუმინეთში განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია. რამდენად საკმარისი იყო ევროპის რეაგირება შეკავების თვალსაზრისით და რას ნიშნავს ეს რეგიონის უსაფრთხოებისთვის? Region's future security posture. The two incidents were quite concerning. The first one ორივე ინციდენტი ნამდვილად შემაშფოთებელი იყო. პირველ შემთხვევაში 19 დრონი შეიჭრა პოლონეთის საჰაერო სივრცეში. ეს სავარაუდოდ გამიზნული ქმედება იყო. with the second incident it looks much more like a deliberate probing. მეორე ინციდენტი კი უფრო მეტად გავდა შემთხვევითობას. დრონების ინციდენტი ნატოს აღმოსავლეთის საჰაერო თავდაცვისა და დაკვირვების სისტემების გამოცდას გავს. დრონებს ასაფეთქებელი მოწყობილობები არ ჰქონდათ, მაგრამ მაინც სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ნატოში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მათ გააძლიერეს საჰაერო თავდაცვა, განალაგეს დამატებითი საავიაციო საშუალებები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გააძლიერეს ძალისხმევა დრონების საწინააღმდეგო შესაძლებლობების გასავითარებლად. ეს დიდი პრობლემა აღმოჩნდა როგორც უკრაინისთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ზოგადად ყველა ქვეყნისთვის, რადგან არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემები გათვლილია ძვირადღირებულ სამიზნეებზე, თვითმფრინავებზე ან ფრთოსან რაკეტებზე. Aircraft and cruise missiles, in other words, დრონები კი იაფია და ვერ გამოიყენებს საკმაოდ ძვირად შეფასებულ რაკეტებს იაფასიან დრონებზე. ამიტომ საჭიროა უფრო იაფი, ეფექტური გზების ძიება. $100,000 missiles უკრაინაში უკვე მიმდინარეობს გარკვეული სისტემების გამოცდა, ხოლო ევროპის პასუხი სწორედ ამ ტექნოლოგიების განვითარების დაჩქარებაა. a less expensive way to counter them. There are talks that არსებობს მოსაზრება, რომ დრონების ინციდენტი იყო ერთგვარი გამოცდა. თითქოს პუტინი ამოწმებს დასავლეთის რეაქციას. როგორ შეაფასებთ ამას? how they react. Really the only reason you can come up with for
doing this deliberately. დღეს პრაქტიკულად ერთადერთი ახსნა ეს არის, რადგან ინციდენტები საბრძოლო შეტევასთან ან აფეთქებასთან დაკავშირებული არ ყოფილა, ლოგიკურია, რომ მიზანი დასავლეთის რეაქციის გამოცდა იყო. Air defenses are like it also. როგორია საჰაერო თავდაცვა და როგორ რეაგირებს ის? ამ შემთხვევაში ევროპამ და ნატომ კაფეო პასუხი გასცეს. Europeans and NATO responded pretty clearly. საინტერესოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ჩარეულა. ეს მიუთითებს ტრამპის ადმინისტრაციის ახალ მიდგომაზე. ევროპელებმა თავად უნდა გამოიჩინონ ინიციატივა. და ევროპამაც ზუსტად ეს გააკეთა. Take the lead, and in this case they did. And my next question is about the Black Sea security. შემდეგი შეკითხვა ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას. როგორ აისახება რუსეთის სამხედრო გავლენა შავ ზღვაში საქართველოსა და მთელს კავკასიურ რეგიონზე? რა როლი აქვს დასავლელ მოკავშირეებს რუსეთის გავლენის დაბალანსებაში ჩვენს რეგიონში? In our region. One of the interesting things about the war between Ukraine and Russia has been რუსეთ-უკრაინის ომში საინტერესოა, რომ უკრაინამ მოახერხა ძალის ჩვენება შავ ზღვაში მაშინაც კი, როცა მას არც ფლოტი, არც გემები და არც საზღვაო ავიაცია ჰყავდა. Navy doesn't have any ships, doesn't have any naval aircraft. მათ გამოიყენეს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, საზღვაო დრონები და სახმელეთო რაკეტები. შედეგად რუსეთი იძულებული გახდა სევასტოპოლი დაეტოვებინა და გადაეყვანა ფლოტი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. Base at Sevastopol and cross to their base in Novorossiysk on the east. საქართველოსთვის ეს როგორც შესაძლებლობას, ისე რისკსაც ხნის. That's good news and bad news for Georgia. The good news is კარგი ისაა, რომ რუსული ფლოტის შეკავება შესაძლებელია ხმელეთიდან გაშვებული საშუალებებით, რაც გაცილებით იაფია ვიდრე ახალი ფლოტის შექმნა. in the Black Sea with assets that are მაგრამ უარყოფითი ისაა, რომ რუსული ფლოტი ახლა ბევრად უფრო ახლოსაა საქართველოსთან, ვიდრე სევასტოპოლში ყოფნისას, რაც უშუალო საფრთხეს ქმნის. is now very close to Georgia. Last question is the following. რას გვასწავლის უკრაინის ომი? თქვენი აზრით, რა ძირითადი გამოცდილება მიიღო დასავლეთმა იქიდან, თუ როგორ იცავენ თავს უკრაინელები? This is a huge area of discussion. My think tank, the Center for Strategic and International ეს ძალიან ფართო თემაა. ჩემმა ინსტიტუტმა, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა გამოაქვეყნა ვრცელი ნაშრომი, რომელშიც გათვალისწინებულია უკრაინიდან მიღებული გამოცდილება. I did the sea power section and describe some of the მე ზღვის ძალასთან დაკავშირებული ნაწილი დავწერე. ჩემი აზრით ორი მთავარი დასკვნაა. პირველი, ცუდი მოვლენები მართლაც ხდება. ევროპაში მრავალი წლის განმავლობაში მშვიდობა იყო და ერთი ქვეყნის მიერ მეორის ოკუპაცია წარმოუდგენლად ითვლებოდა. For many years there had been peace in Europe, the idea of one country. მაშინაც კი როცა დაზვერვის მონაცემებით აშკარად ჩანდა, რომ რუსეთი ემზადებოდა უკრაინაში შესაძლებლად. თუმცა ჯერ კიდევ არავის ჯეროდა. To invade Ukraine, it was hard to believe that countries would still do ეს გვახსენებს, რომ ქვეყნები ყოველთვის უნდა იყვნენ მზად უარესისთვის. მეორეა ახალი ტექნოლოგიების როლი. For these bad things, even if they think that they would be ill advised by დრონებმა უდიდესი გავლენა იქონიეს როგორც ზღვაზე, ისე ხმელეთზე. ეს არის სრულიად განსხვავებული ტიპის დრონები, ვიდრე ველოდით. Drones have had an immense influence. მეორე მხრივ თუ ფრონტის ხაზს დააკვირდებით, ის ძალიან გავს პირველ მსოფლიო ომს. Different kinds of drones than what we had expected. On the other hand, when you look at the front lines, ამრიგად არსებობს როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე ომის ელემენტები და მსოფლიოს არმიები ცდილობენ გაიგონ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ეს ელემენტები. Warfare and militaries of the world are trying to understand how they work together. Let me remind you. მინდა შეგახსენოთ პოლონეთის პრეზიდენტის განცხადება, რომ მშვიდობის შესანარჩუნებლად საუკეთესო გზაა მზადება დიდი ომისთვის. როგორ შეაფასებთ ამ პოზიციას? How do you assess this? Yes, and I think he is absolutely correct. That is that what will ფიქრობ ის სრულიად მართალია. რუსეთს შეაკავებს მხოლოდ ძლიერი ნატო და ძლიერი ევროპა ისეთი სამხედრო ძალებით, რომლებიც არა მხოლოდ ტექნოლოგიურად იქნებიან მზად, არამედ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენების ნებაც ექნებათ. The Poles of course are particularly concerned about this because they are so close to Russia. პოლონეთი განსაკუთრებით შეშფოთებულია, რადგან ისტორიულად არაერთხელ გამხდარა რუსეთის აგრესიის მსხვერპლი. Poland is becoming a major power. დღეს პოლონეთი ერთ-ერთ წამყვან სამხედრო ძალად ყალიბდება ევროპაში. ამიტომ ბუნებრივია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერის როლს ასრულებს. But NATO as a whole ნატოს მთლიანობაში ზრდის მზადყოფნას. ახლახან მიიღეს გადაწყვეტილება სამხედრო ხარჯების 5%-მდე გაზრდის შესახებ.
increase their spending. ეს აშკარად ნიშნავს იმას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში კრემლის განზრახვა სერიოზულ საფრთხედ აღიქმება. Russian intentions over the long term.